წელს ტარდება მე-14 საქართველოს ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის კონგრესი და ამასთან ერთად მე-10 ევროპის ასთმისა და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვების დაავადებების კონგრესი, COVID-19 ინფექციის ერთად და მსოფლიო ალერგიის სკოლა, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები. ჩვენ ყოველ წელიწადს ვატარებთ ამ ღონისძიებას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მეცნიერება არ დგას ადგილს. მიდის განვითარება მეცნიერების ყოველწლიურად ახალ-ახალი ფაქტები, ახალ-ახალი მკურნალობის მეთოდები, ახალ-ახალი დიაგნოსტიკის მეთოდები. და ამ საკითხებს ყველაფერს განვიხილავთ მსოფლიოში განთქმული სპეციალისტებთან ერთად. საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად უკვე მე-14 მართავს ასეთ გრანდიოზულ კონგრესს. განხილული საკითხები ძალიან მრავალფეროვანია და არის ის, რაც არის არა მარტო ალერგოლოგების და იმუნოლოგების ინტერესში, არამედ მედიცინის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელთა ინტერესში. მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ კონგრესზე ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა ანთების მართვის თანამედროვე ასპექტებზე. საერთოდ მსოფლიო უყურებს იმას, რომ დაავადებათა მკურნალობა შეიცვალოს დაავადების პროფილაქტიკით და საკმაოდ დიდი მიღწევები არის დღეს უკვე ამ გზაზე, თუმცა უამრავია გასაკეთებელი. უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მინდა აღვნიშნო, არის ძალიან დიდი ინტერესი სტუდენტების მხრიდან და დამწყები პროფესიონალების და დამწყები მკვლევარების მხრიდან. აი ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. იმიტომ რომ მათ უნდა კონდეთ პირდაპირი კონტაქტი, არა მარტო ჩვენთან, საქართველოს პროფესურასთან, მკვლევარებთან, სპეციალისტებთან, მაღალი დონის მკვლევარებთან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ მედიცინას არა აქვს საზღვრები, მეცნიერებას არ აქვს საზღვრები. ესეთი ღონისძიებები გზას უკვალავს ახალგაზრდობას და აძლევს საშუალებას, რომ მათ მარტივად დაამყარონ კონტაქტები მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან, მკვლევარებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან. ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აქ ბრძანდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის მეცნიერთა მხარდაჭერა. აქ როგორც წესი განხილულია ის საკითხები, რომელიც დაეხმარება პრაქტიკოს ექიმს, ეს იქნება ალერგოლოგი, ოჯახის ექიმი, პედიატრი, იმ ძირითადი დაავადებების, უხშირესი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვაში, რომელიც ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. წელს ჩვენი სიმპოზიუმის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რესპირაციული ინფექციები. ჩვენ განვიხილეთ რესპირაციული ინფექციების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა გრიპი, განვიხილეთ გრიპის პრევენცია და მართვა. ერთი პრეზენტაცია ეხებოდა ალტერნატიულ მკურნალობას, ანტიბიოტიკების ალტერნატიულ მკურნალობას და აქ უკვე ძირითადი აქცენტი გაკეთა ფაგოთერაპიაზე. ფაგოთერაპია, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხნის ტრადიცია აქვს ამ მკურნალობის მეთოდს საქართველოში და ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ინტენსიურად ვსწავლობთ ფაგოთერაპიის გამოყენების შესაძლებლობას. საერთაშორისო კონგრესზე ყურადღება გამახვილე ალერგიული დაავადებების მზარდ ტენდენციასა და პრევენციის მნიშვნელობაზე. ალერგიები განსაკუთრებით გახშირებულია განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ავსტრალიაში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 20% ალერგიისგან იტანჯება. ყველაფერი პრევენციას უკავშირდება. უნდა შევეცადოთ გართულებების, მათ შორის ასთმის ან კანის დაავადებების განვითარების პრევენციას. სწორედ ეს მიდგომა აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს. კონგრესზე განხილული საკითხები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პრევენცია, განათლება და პაციენტის სწორი ინფორმირება არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებსაც ექიმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა ეყრდნობოდნენ. ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობ ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესში. ჩემი აზრით ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მოვისმინოთ მოხსენებები უცხოელი და ქართველი კოლეგებისგან
ასევე მონაწილეობა მივიღოთ ვორქშოპებში და დავამყაროთ ურთიერთობები სხვადასხვა პროფესორებთან და ექიმებთან, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოხარული ვარ, რომ სტუდენტებს გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მონაწილეობა კონგრესის მუშაობაში. პირადად ჩემთვის უკვე მეხუთე წელია, რაც უწყვეტად მონაწილეობ აღნიშნულ კონფერენციაში როგორც მომხსენებელი. პირადად ჩემი თემა ამჯერად შეეხებოდა ბაქტერიოფაგოთერაპიას ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში. კერძოდ წარვადგინე კვლევა, რომელიც მომზადებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალისწინებლებათა დეპარტამენტის ბაზაზე, აღნიშნული დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა აღნიშნულმა თემატიკამ, როგორც ასეთმა, იმიტომ რომ ითვლება, რომ ბაქტერიოფაგოთერაპია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის მომავალ მედიცინაში და ვფიქრობ, რომ აღნიშნული კონგრესის ფარგლებშიც გაკეთებული მოხსენება დამეხმარება როგორც მე იმისათვის, რომ მომავალში მეტი აქცენტი გავაკეთო აღნიშნულ საკითხზე და აღნიშნულ თემაზე მუშაობაზე, ასევე გავითვალისწინო ჟიურის წევრების და პროფესორების შეფასებები და ასევე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ დამსწრე აუდიტორიისთვისაც საინტერესოა მედიცინის აღნიშნული მიმართულება. ჩემი დღევანდელი თემატიკა ამ კონგრესზე ეხება უშუალოდ RPL-ს, რაც წარმოადგენს ორსულობის მორეციდივე შეწყვეტების კლინიკურ შემთხვევებს და ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო იმუნოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ამ პათოლოგიას სხვადასხვა მიზეზი აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი, ასე რომ ვთქვათ, იმუნური ფაქტორების როლი არის აღნიშნული პათოლოგიის განვითარებაში. გარდა ამისა, ზოგადად აღნიშნულ კონგრესებში მონაწილეობა ვფიქრობ სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს გვაძლევს საშუალებას მეტად ღრმად გავეცნოთ იმ საკითხებს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირადად მე სამომავლოდ გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით ვარ დაინტერესებული და შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ, რომ მსგავს კონგრესებზე ზუსტად ის თემატიკა წარვადგინო, რაც ჩემი ინტერესის პირდაპირ სფეროა და გარდა ამისა საშუალებას გვაძლევს ზოგადად მოვისმინოთ სხვების თემებიც, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მივიღოთ, ახალი ინფორმაცია, შესაბამისად გავიფართოვოთ ჩვენი თვალსაჩინო და ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ უშუალოდ იმუნოლოგიის მიმართულებით, ზოგადად ნებისმიერი თემატიკის მიმართულებით სამედიცინო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია.